გამარჯობა ნინო. სოფო, გამარჯობა. ანუ ვერტა ბენცი იყო პირველი მგზავრი და პირველი მძღოლი, რომელიც დაჭდა მერსედესს. ვინ? მერი დავითაშვილი, ჩემი მეგობრის ბებია. უი, არ ვიცი. არა, შემეშალა მეორე ბებია. ანუ დიდი მერი ბებია. ბებოს მძახალი. ვინ იყო რა საქმიანობდა? ანუ არაფერი. და პირველი ეგვიცი. ხო. შავები გააქვს? შავი ტანსაცმელი. ხო, ერთხელ სკოლაში დამჭირდა, მაგიტომ აქ რა. და ძალიან კიტონზე და დათათუთაშხიაზე მოცვა. დათათუთაშხიაზე რას ფულის? რო წავიკითხე და მოკლეს. მამა ჩემზე არ მოცვა. გახსოვს ის ამბავი? წყვილი რომ Coldplay-ის კონცერტზე კამერამ დააფიქსირა. ხო. და შიდა მოკლება რომ ჩატარდა და თან ის გარემოებაც იყო რომ თურმე ორივე იყო განშორებული, არა განქორწილებული, არამედ განშორებული. აუ, სოფრა, კაი გოგო ხარ. შემდეგი აი, სადა ჯოუტკაბები რა. იცი რა მაგრა ხმარობ კაბებზე ესეთ. ვაიმე, თა როგორი შამანურია. გამარჯობა ნინო. სოფო, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, მადლობა რა, ცოტა კი მცხელა შენ სახში, მაგრამ კარგად, შენ როგორ ხარ? აი დავიწყეთ პოდკასტი და კარგად ვარ, იმიტომ რომ მანამდე სულ აი ეს მიტრიალებდა თავში ტექნიკური საკითხები, როდის როგორ რანაირად უნდა გაგვეკეთებინა და აი ახლა რადგან პროცესში ვართ, შედარებით უფრო დავმშვიდდი. და რას ამბობ, ვინა ვართ მე და შენ, დარშენი და სემიუელი ხო? დარშენი და სემიუელი ხო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი განათებიანად სახლის დეკორაცია, ტექნიკური მხარე ყველაფერი არის ჩემი აწყობილი და ნინა უბრალოდ მოვიდა. დარშენი და სემიუელი გამოიწერეთ TikTok-ზე თუ არ გყავთ. თუ შეიძლება ჩემ ძაღლს დავამატებ, იმიტომ რომ გარშემო დარბის და ბურთს თამაშობს და ბარემ ორ მეგობარში მესამე ადამიანის საუკეთესო მეგობარიც იყოს. გაიცანით ჯინი სტუდიაში. ჯინი არის 3 წლის პუდელი. გოგონა, ჩემი მეგობარი და უსაყვარლესი მცველი, რომელიც იდეაში ყეფის გარდა ვერაფერს ვერ აკეთებს ჩემი დაცვის პროცესში, მაგრამ ესეც შთამბეჭდავი რაღაცა ხანდახან. მე ბეტმენი ძაღლი მყავს, არსად არ გაიყვანება ხალხში მით უმეტეს რა. იმიტომ რომ მეორე სართულიდან ხტება ფანჯრიდან. ოღონდ მე ისო შემოდის სახში, ის კი არა რომ ავკრიფეთ ან რაღაცა. და რატომ გადავწყვიტეთ რომ გქონოდა ჩვენი პოდკასტი? პირველ რიგში სათაურზე ბევრი არ გვიფიქრია, რაც ვართ ის დავარქვით, ჩვენ ვართ მეგობრები, რომელებიც დავმეგობრით 2009 წელს, ჩვენ ასაკს არ ვიტყვით, მაგრამ გასაგებია რომ პატარები არ ვართ. და პოდკასტსაც დავარქვით მეგობრები. დაახლოებით ისია ნინო ახლა ჩვენ რომ საერთო შვილი ვყოლო და გიორგი რომ დაგვერქმია, იმიტომ რომ ბევრი არ გვიფიქრია სახელზე. პრინციპში ხო? ვიფიქრია რა, ანუ მე ისევ დარშენი ვარ, სოფოს არ ვფიქრია ბევრი. და რატომ გადავწყვიტეთ რომ დამსხდარიყავით ერთ დივანზე ორი ქალი ძაღლთან ერთად და გვესაუბრა ყველაფერზე, რაც თავში გაგვიჩნდებოდა აზრების სახით, იმიტომ რომ მანამდე ამას ვაკეთებდით ჩატში და ვაკეთებდით ძალიან ნაყოფიერად. ხო, აი დღეში შეგვიძლია განვიხილოთ ერთი 10 გლობალური თემა რა. იქიდან 2-ს გადაჭრა უპოვოთ, 3-ში რაღაც ამოვიცნოთ შეთქმულების თეორია, რამდენი დარჩა? დანარჩენი 5 რაღაც კოსმოსში გაუშვათ და ეგრე და პერიოდულად რჩევებიც ვიცეთ ერთმანეთს პირად საკითხებში. და გადავწყვიტეთ რომ ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ პოდკასტში, იმიტომ რომ ყოველთვის გვინდოდა რომ რაღაც სკრინების სახით სტორიში მაინც დაგვედო, იმდენად საინტერესო დასკვნებამდე და სიბრძნეებამდე მივდიოდით და დღეს ხო ყველას პოდკასტი აქვს და ჩვენ რა ეხა. ხო, რატომაც არა, ვინოხერი. ეს იყო ძირითადად ამ ყველაფრის მიზეზი. ეხლა ძალიან მოკლედ გაგეცნობით, მე ვარ სოფო დათიშვილი, ჟურნალისტი 17 წლიანი გამოცდილებით. ძირითადად პოლიტიკის საკითხებზე მიმუშავია და პირველად ვზივარ და არაპოლიტიკურ თემებზე ვსაუბრობ. ყველაზე მეტად ვერ ვიტან გაცნობის აპლიკაციებში ადამიანებს რომ აი ეგ უწერიათ. აპოლიტიკური. იდიოტები ქვია, მაგათ ძველბერძნულად. ანუ რანაირად კი. ანუ რანაირად ხარ აპოლიტიკური. რომელიმე პარტიას არ უნდა ეკუთვნოდე, ხა არ მაქვს მაგის წარმოდგენა, რომ საქართველოში 3,700,000 ადამიანში ყველა რაღაცა პოლიტიკური პარტიის წევრი იქნება, მაგრამ აპოლიტიკური რანაირად ხარ, ანუ მართლა პოკემონებით თამაშობ? სანამ მაცივარში ჯერ კიდე რაღაც უდევს, ალბათ მასე რა. სუპი. სამწუხაროდ. ო, ზუსტად. მაგრამ ვეცდებით რომ აქ ნაკლებად ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე. ანუ ხო, მე ნინო და სოფომ რომ დადო პირობა რა, რომ პირობა კი არა და
რო თქვა რომ ვეცდებითო რომ ნაკლებად პოლიტიკურები ვიყავთო მე არ გამომდის რა სადაც არ უნდა წამოვიდე ყველგან მაინც მივდივარ პოლიტიკამდე ამიტომ მე განსაკუთრებით ვეცდები ოღონდ არაფრის პირობას არ ვდებ რა ლევან ბერძენიშვილს აქ ეგრე რომ ჩემი ძმარი მასეო რა და ლევან ბერძენიშვილის ძმა ვარ მეც რა მაგხრი ხოდა რავი ანუ მე რამდენი ხანია 10 წელზე მეტია რა შეშუმპირებთან ვარ ადრეულ განვითარებაში ბავშვებთან და როცა დრო მაქვს მძინავს რამდენი წელი სწავლობდი ნინო დავიწყოთ შენი პირველი პროფესია ბაკალავრიატი მხატვარი მაგისტრატურა ჯიპა სადაც გავიცანი ჟურნალისტიკა ხო და კიდე ძალიან ბევრი კარგი ხალხი და ორი იმედზე არიან და იმიტომ შემდეგი მაგისტრატურა აუ მე თამარას დამსახურებით აი ძალიან მიყვარს თამარა რა ერევანში შემთხვევით ჩავაბარე ადამიანის უფლებებზე შემდეგი მაგისტრატურა შემდეგ მაგისტრატურაში წელს ვერ მოხვდი იმიტომ რომ 5 ქულა დამაკდა მაგრამ PhD დავიცავი რა მე ის მეგონა მოლდოვაში რომ ვიყავი ეგეც მაგისტრატურა გასაგებია ოკეი PhD-ზე გადავიდეთ რა თემაში გაქვს ანუ სახელმწიფო შეშუმპირის დასაქმება უფრო იაფირო უჯდება ვიდრე მისი შენახვა მაგრამ კაცი შულს არ სჯერა ეს მარტო იმ გოგოს სჯერა ვინც ძალიან დამეხმარა ამის გაკეთებაში ჩემ ჯგუფელს რა და ახლა სად მუშაობ რა საქმიანობ ვაიმე ეხლა ვარ ბაღში მუშაობ ისევ რა და აი უსაყვარლესი მოსწავლეები მყავს აი ძალიან კაი ხალხი შევხვდა წელსაც რა ეხლა ყოველთვის ყველა კარგი არ იქნება ეგ ილუზია არავის არ კონდეს რა მაგრამ არის ხოლმე რომ კარგები რომ შეგხვდებიან ძალიან გავიმართლა წელს იდეალური სამსახური გაქვს შენი დღის პრობლემა შეიძლება იყოს არასაკმარისი ფლომასტერები მაგალითად ეგ მართლა პრობლემაა მესმის კი ნინო ამ კვირაში რა გიფორიაქებ და ყველაზე მეც გულს და სულს და ემოციებს რა თემა აი ეს კვირა მიდიოდა ძალიან წყნარად შვიდა და მეთქი აი როგორც იქნა თქო ერთი კვირა ესე ჩაივლი შვებულებამდე გიშლები შვებულებაზე და ბოლოს მიეყარა ყველაფერი ერთად რა და ყველაზე ბოლოს რამაც ამიფორიაქა გონება ამ შემთხვევაში იყო ეხა შენთან რომ მოვდიოდი ამირეჯიბის გზატკეცილზე რა ცოტა აქეთ-იქით ვიძრომიალე მანქანით ისეს და ტიპი წამომეწია რომელსაც გაუსწარი რა და ვაიმე ბიჭი მეგონეო ისე კარგად დაგყავდაო ცუც სიტყვებს არ ვიძახით არა ამ ზუმერს ვადებს შემდეგ ზემოდან დაადე მაშინ რა What the fuck? აი რა ბიჭი გეგონე, ბიჭი რა შუაშია მანქანის ტარებასთან. აი ძალიან მაბრაზებს აი ესეთი რაღაცები, აი ძალიან მაბრაზებს რა. სხვათა შორის ეგ არ არის რაღაცა უნივერსალური წარმოდგენა და უნივერსალური სექსისტური დამოკიდებულება, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ ამერიკაში რომ ვიყავი, გავიცანი ერთი ადამიანი, ბიჭი და საუბარში ნუ ვახსენე რომ არ ვიცი მანქანის ტარება. და გაუკვირდა რომ რატომო ზოგადადო ქალებიო უკეთეს მძღოლებად ითვლებიან ვიდრე კაცებიო და მეთქი საქართველოში ეგ წარმოდგენა სრულიად პირიქით არის და ახლა სხვათა შორის ბერტა ბენცი გამახსენდა შენ ნათქვამზე მანქანის ტარებასთან დაკავშირებით მისმა ქმარმა რომელმაც გამოიგონა ავტომობილი ვერ ბედავდა ამ ავტომობილის ასე საჯაროდ გამოყვანას იმიტომ რომ ეშმაკის მანქანას უწოდებდნენ და ანუ შექმნა პროდუქტი და სახლში დააყენა და უყურებდა და ეს ქალი უყურებდა ამ კაცის შიშებს და ერთ დღესაც ათქა ძალიან ყელში ამოვიდა ამოქოქა ეს მანქანა და წავიდა. რა თქმა უნდა. ანუ ბერტა ბენცი იყო პირველი მგზავრი და პირველი მძღოლი, რომელიც დაჯდა მერსედესს. ვინ? მერი დავითაშვილი, ჩემი მეგობრის ბებია. ეგ არ ვიცი. არა, შემეშალა მეორე ბებია. ანუ დიდი ბებია. მერი ბებოს მძახალი. ხო, გასაგებია. აბა მითხარი ვინ იყო და რა საქმიანობდა? ანუ არაფერი და პირველი ეგ ვიცი. სოდეშე შენ ხო ხარ მთაწმინდელი? ხო, აბა. ხო და რამდენიმე წლის წინ მთაწმინდის გამგეობამ გადაწყვიტა რომ მოეწყო მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა მთაწმინდის რაიონში. და ამისთვის გამოიყო თანხები მოქმედი ხელისუფლების პერიოდში. თუმცა იყო სრული ნონსენსი, ანუ სად უნდა ეპოვათ მრავალშვილიანი ავტომრბოლელი ქალები, რამდენ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ შენ შეიძლება ჩამჯდარიყავი, მაგრამ მრავალშვილიანი არა, საერთოდ შვილიანი არ ხარ, ასე რომ ვერ ჩაჯდებოდი.
ხო და აი ესეთ რაღაცა არ არსებულ რაღაცებს რომ იგონებენ ხოლმე კრეატივის აი ამ დონეზე და და მე მოიცა, ანუ თუ ეს დედა ვაკელია მთაწმინდანზე ვერ იქნებოდა? იმენ მთაწმინდელი. მთაწმინდის გამგეობის პროექტი იყო და შემდეგ ატყდა დიდი სიცილკისკისი ამასთან დაკავშირებით, რომ come on. მაგრამ ხო დავაფინანსეთ. აპირებდნენ კი, თანხები იყო გადადებული, რომ და დაფინანსებულიყო და როგორც ვიცი, შემდეგ ბევრი დაცინვის საფუძველზე ეს უბრალოდ არ განხორციელდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ახლა რომ ყოფილიყო მსგავსი პროექტი და ხალხის რეაქცია რომ წამოსულიყო უარყოფითი ან დამცინავი, ყურად არავინ არ იღებდა მას. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც 10 ლარა ჩაატარებდნენ და დანარჩენ ალბათ 200.000 ჩაიდებდნენ რა. ხო და მთაწმინდის ქალებს მართლა სხვა ისინი გვაქვს უნარები რა, იმიტომ რომ მე რომ მართვის მოწმობა ავიღე, პირდაპირ მომიწია აღმართზე გაჩერება მანქანის რა. შენ რო გრინჩი ხარ ეგ ამბავი როგორ ლაგდება 2025 წელს ისევ არ გიხარია ახალი წელი? ერთ რაღაცას ვიტყვი, ეს არის ადამიანი, რომელიც ახალ წელს ამზადებს მხოლოდ ერთ კერძს და ეს არის მაწვნის სუპი. არა, მე ვჭამ, დედა ჩემი ამზადებს. იმიტომ რომ თუ ნახა დედა ჩემს ეს გადაცემა აღარ გამიკეთებს, ხო და ეს არის, არა, სულ იყო ხოლმე ბორში რა, წელს არის მარწვნის სუპი, იმიტომ რომ მრავალფეროვნება მეც მინდა რა, საახალწლოდ, მაგრამ ხო, ახალი წელი არ მოყვარს. რატომ? ვერ ვხვდები, აზრს ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიყვარდეს, ან რა მიხაროდეს, აი, მართლა ვერ ვხვდები რა და შარშან და წელს კიდე განსაკუთრებით რა, მე არ ვთვლი რომ რაღაცა საახალწლოდ გვაქვს საქმე და რუსთაველზე მივდივარ. კი, ნამდვილად, შარშან მეც რუსთაველზე ვიყავი. ძალიან ციო და სხვათა შორის შარშან ამ აქციების დროს შევიძინე სპეციალური ტანსაცმელი თერმული, რომელსაც გამოვიყენებდი რუსთაველის აქციებზე. რომ დამთავრდა ზამთარი, დავკეცე ეს ტანსაცმელი და შევინახე და ვთქვი, რომ იმედია აღარ გამოვიღებ მომავალ ზამთარს თქო და ამ ზამთარს ისევ გამოვიღე და ვიპოვე ძველი პირბადეები მის ჯიბეში, რომელიც სასტრაფოდ მოვიშორე თავიდან, იმიტომ რომ უკვე კრიმინალია პირბადით რუსთაველის გამზირზე გასვლა. აი მე უბრალოდ აზრი არ მესმის, აი მართლა ვერ ვხვდები რომ აი რა თან მე ახალი წელი მესმის მთვარის კალენდრით თებერვალში რო არის ხოლმე და აქეთ-იქით ჩინური რა. ხო, ჩინურ ახალ წელს გილოცავ ხოლმე, მე შენ ყოველთვის კი. ნამდვილად და ერთადერთი ეგაა, რასაც ვიღებ და თან ჩვენ ხო ნაძვის ხესაც არ ავდგავთ რა, შეშმოები მოდიან ჩემი მეგობრები, ისინი დგავენ ხოლმე რა. ხო და წელს მაგარია. ხო, იმათ უხარიათ რა და წელს თუ ვერ მოვასწარით, ნუ ახალი წელს მერე დავდგავთ რა, როცა გამოვლენ. აჰა, გასაგებია. აუ, ძალიან კარგი ტრადიცია. ხო, მაგრამ ახალი წელი ჩემი არა. ეს წელი როგორი იყო შენთვის? პირადად შენთვის გლობალურ და ამაში ლოკალურ ქართულ კონტექსტში არ გეკითხები. ხო, მაშინ იყო ძალიან სასაციო წელი. აი შენც ხო იცი რაღაცები რა, ეხა ეს ყველაფერი არ მოიყოლება, მაგრამ ვიღაცა ადამიანების აღმოჩენის წელი იყო, მე ამ ადამიანებში რაღაცების აღმოჩენის წელი იყო, რამაც საბოლოოდ გამიყვანა ჩემ თავში რაღაცების აღმოჩენებში რა. ხო და აი ხო რა ეს ქართული რეალობის კონტექსტი რომ მოვაშორ, ძალიან სასაციო წელი იყო რა. კი, ნამდვილად. სხვათა შორის მეც მას ესეთი წელი მქონდა და ერთნაირად გავიარეთ, მე მგონი ეგ ყველაფერი. საბედნიეროდ იცი როგორ იყო, შენ რომ გადიოდი მაგ პროცესებს, ჩემკენ სიმშვიდე იყო და მე ვიყავი შენი მხარდამჭერი და მე რომ გავდიოდი, შენ იყავი ემოციურად უფრო მყარად და მე შენ იყავი ჩემი მხარდამჭერი და ესე გავიტანეთ ერთმანეთი რაღაცნაირად 2025-ში. მაგრამ საბოლოოდ მე რომ მკითხო, მაინც კარგად გავედით რა წლის ბოლოს. კი, ჩემთვის ძალიან ესეთი პოზიტიური შეფასებები შემიძლია გავაკეთო. შენ წელთან დაკავშირებითაც და ჩემ პირად წელთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ემოციური თავგადასავალი იყო, რომელიც ბოლომდე გავიარეთ და გავედით რა. აუ, თან იმდენი სასაციო ისტორიაა რა, იმდენი რა და რა ვიცი, აი მე ისტორიები ბევრი გვაქვს მოსაყოლი. ხო და გულები და კომენტარები რო იქნა ხალხი რომ მოითხოვს, მე მოვყვეთ. და ზოგადად მსოფლიოსთვის რომ შევაჯამოთ ეს წელი, დაინკიტონი დავკარგეთ. ორივეს ძალიან გვიყვარდა. ჩემი ფემინისტკა, ჩემი საყვარელი გოგო. კი, ნამდვილად ძალიან დას მარტო მაგის კუდელი მეწყინა. ჯეინ გუდალიც მეწყინა. შიმპანზეებთან მოთამაშე ქალი ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე National Geographic-ზე ძალიან მიყვარდა. ეგ ისე რა, მაგრამ აი დაიანი
გახსოვს დაჟე ერთი დღე შავები მეცვა. კი, ნამდვილად. ხო. შავები გააქვს, შავი ტანსაცმელი. ხო, ერთხელ სკოლაში დამჭირდა, მაგიტო მაგ რა. და ძალიან კიტონზე და დათა თუთაშხიაზე მეცვა. დათა თუთაშხიაზე რას გულის? რო წავიკითხე და მოკლეს. მამა ჩემზე არ მეცვა. მაგარ შემიძლი. ხო, და ძალიან ისე მეწყინა დაიანის ამბავი. მართლა. ვაიმე, ღმერთო ჩემო. მოიცა, კიდე რა მოხდა ისეთი? წელს იყო ლაბუბუების შემოტევა, რომელიც არის უმახინჯესი რაღაცა სათამაშო, თუმცა მე ვეძახდი ლაბუბუებს იტალიელ ბიჭებს. იტალიაში მოგზაურობის შემდეგ. აი, არ ვიცი. საშინელება იყო ეგ მართლა ჩემ მოსწავლეებს რომ მოქონდათ უმალავდი რაღაც ფსიქოლოგიური ის არ ქონოდათ ტრაუმა. ხო, მე მგონი გადავაგორეთ ლაბუბუების შემოტევა. და ისა? რა? Nothing beats a jet to holiday. ეს ხო, იყო ცნობილი საუნდი, რომელზეც ყველაზე fail არ დადეგებს პოსტავდნენ. აი, ყველაზე არასახალისო დასვენების მომენტებს, სადაც სატირლად უფრო გაქვს საქმე, ვიდრე სასაცილო. ანუ მე რა უნდა დამეპოსტა ეხა წელს რო აღმოჩნდი საოცარი სიტუაცია. მე მგონია მთელი შენი იტალიური მოგზაურობა წელს იყო Nothing beats a jet to holiday. ხო. 50 pounds. დაახოს იმ ხალხმა. კიდევ რა მოხდა? გახსოვს ის ამბავი, წყვილი რომ Coldplay-ს კონცერტზე კამერამ დააფიქსირა. ხო. მაგაზე ძალიან საინტერესო რაღაც ვნახე, ამას წინათ Times-მა, ბრიტანულმა Times-მა ჩაწერა ინტერვიუ ამ ქალთან, რომელიც თურმე ამ ყველაფრის მერე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, იმიტომ რომ შიდა მოკვლევა ჩატარებულა და აღმოჩნდა რომ ეს წყვილი ურთიერთობაში არ იყო, ეს იყო მათი ერთ-ერთი პირველი პაემანი და პირველი public display of affection ქვია ამას PDA-ს ეძახიან. ანუ პირველი რაღაცა რომანტიული მომენტი, რომელიც დააფიქსირა კამერამ. და შიდა მოკვლევა რომ ჩატარდა და თან ის გარემოებაც იყო რომ თურმე ორივე იყო განშორებული, არა განქორწილებული, არამედ განშორებული. ამ ქალს არ მოსთხოვეს სამსახურის დატოვება, თუმცა საკუთარი ნებით დატოვა სამსახური, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბულინგის მსხვერპლი იყო და წავიდა სადღაც მთაში საცხოვრებლად. არ ვიცით ამ კაცის ისტორია, იმიტომ რომ Times-მა მხოლოდ ამ ქალთან ჩაწერა. და ამბობს, რომ იღებდა ძალიან ბევრ მუქარებს და ნუ დღემდე მისთვის შეუძლებელია ახალი სამსახურის შოვნა, არა დაითვლებოდა რომ იყო ერთ-ერთი ჩემპიონი თავის პროფესიაში HR მიმართულებით. ძალიან სევდიანი ამბავია, მაგრამ ნუ ხო რა, ინტერნეტმა სამწუხაროდ ასე იცის რაღაც მოვლენებისა და ფაქტების არა და რეალურად რა ჩვენი საქმეა. ორი ბედნიერი ადამიანი იყო რა. აი მე ვინ მეკითხება იქ იმათ ამბავს. ხო, ნუ კი, მაგრამ აიტაცა ინტერნეტმა და რაღაცა მომენტი ყველამ ვიცინეთ. და ვიღაცები მუქარაზეც გადასულან. ხო და ასე დასრულებულა ეს ამბავი ამ ქალისთვის. კიდე რა ხდებოდა წელს? აი დამქამა ეს ამბავი კაკრას უნდა შემოაბრუნოს რა და წავიდეს ქალთა უფლებებში და აი ზუსტად მაგაზე, როგორც მონიკა ლევინსკიმ. მონიკა ლევინსკისაც ასევე მთელი ცხოვრება დაინგრა და არა და იქ პასუხისმგებელი არანაკლები იყო პრეზიდენტი, რომელიც მასე ბევრად უფროსი იყო. არა, უფრო მეტადაც პასუხისმგებელი იყო. მონიკას მანამდე საერთოდ არ ვიცნობდი. ხო და 21 წლის იყო თუ რაღაცა. მაგრამ ისაქნა ძალიან შემოატრიალა ეგ ამბავი და ძალიან ბევრგან გამოვიდა სიტყვით რა. სამწუხაროდ ბოლომდე ვერ შემოატრიალა და სამწუხაროდ ძალიან გვიან შემოატრიალა ახალ პოდკასტი აქვს მონიკას, მაგრამ ნუ მანამდე ამბობდა რომ ძალიან უჭირდა მასაც სამსახურის დაწყება, არ იყო ცნობიერება მაღალი 90-იანებში და 2000-იანებში. მაგრამ ნახე ხა ამ კამეროე გააკეთოს რა, ესე თავისნაირები მოძებნოს და დაარქვას რაღაცა bullying victim organization რა. ხო, მეც მგონია რომ ზოგადად ანუ ძალიან მაგარი გამოცდილება ცხოვრება რომ ლიმონს გაძლევს ტეკილანა და ამატოკი. ასე მგონია მეც, მაგრამ ნუ დიდი გამოწვევაა და რაღაცა დრო ჭირდება ალბათ ამ ყველაფერში გარკვევას და მერე გზის დანახვას, იმიტომ რომ ესეც კი, მაგრამ სამგეროდ აი იმდენ შეგიძლია დაეხმარო რა. იმდენს, იმიტომ რომ უამრავია დღეს ეგრე რა ინტერნეტ ბულინგის მსხვერპლი და ნუ 1000 რამის რა. აუცილებელი არა ინტერნეტ ბულინგი იყოს, აი უბრალოდ ქუჩაში რომ მიდიხარ ტატუთი რა, ეგ მე მქონია ჩემ თავზე რა, რომ აი უკვე რაღაცას მოგაძახებენ სხვანაირად შემოგხედავენ და ეგეთი. ერთხელ მქონდა ბაღში ეგეთი ამბავი, რომ ცოტა ბევრი სვირინგი მაქვს რა. ხო და
საყურეებიც რამდენიმე აქ 16-17 მოკეთ რა 2-ზე მეტი და მოვიდა მშობელი რა ერთი რომლის ბავშვის მასწავლებელიც უნდა ყოფილიყავ და მიყურებს რა და რა არისო ამდენი საყურე რო გიკეთიაო შენო ჩემ შულს რა უნდა ასწავლო რა ძალიან გამიტყდა რა საყურე რა შუაშია კაი მეთქი ნუ დავდექი რა არა ამდენი სვირინგი რო გაქვს რა უნდა ასწავლო ჩემ შულსა და მეთქი ნიუტონის კანონები მაქვს თქო რა და შავხრელზე და მასეთებზე უნდა ვესაუბრო თქო რა ხო და თავიდან ცოტა დაიბნა რა არ ელოდა მაგას რა ხო და მე კი დავმეგობდით და დღემდე ვაძახებ ხოლმე რა მასეთ რაღაცებს ან ახალს რო ვიკეთებ ფოტოს უგდებდი ხოლმე რა მისი საქმეა არა სვირინგი არაფერს არ ნიშნავს ადამიანზე არაფერს არ გეუბნება გარდა იმისა რომ მან გადაწყვიტა რომ სვირინგი ქონოდა ო მართა ჭკვიანური მაქვს 1-2 ზოგადად ჭკვიანი ადამიანი ხარ მაგაში ეჭი არ მეპარება და მაყურებელიც გაიგებს ძალიან განდი მაწერია რუმი მაწერია მე არ მეწერია არაფერი სახლის სამართი მაწერია რო იცოდე კიდე ჩვენი მეგობარი დათა ამბობს სხვათა შორის რომ აუ მე მგონი ამ პოდკასტში ერთხელ დათაც უნდა ჩავსვათ ჩვაში არა უშავს ზუმერს დავადებ ჩვენი მეგობარი დათა ამბობდა რომ დავბერდებიო დავიტოვებო პატარა ადგილსო და ხშირად დასალევი წამლების ამას სახელწოდებებს დავიწერო მე ხა ეგ მომიწევს რა წნევის წამოს ხავს ყოველდღიანი ეგ ამოწეცხო დაიწყე გაათავისუფლე ადგილი და დაიწყე ერთი წერტილი წნევის წამალი კაპტოპრილი ემატება მინდა გითხრა აი ასე ხო და ეს არის მართლა ჩემი სამართი მაწერია ხო იცი მართლა ხო რას ამბობ როგორ სიძეთი და განეთი რა გასაგებია ხო ეხა მე რუკაზე ვიპოვი მაგით შენ ვერ იპოვი ნინოს სუსტი მხარე არის ის რომ რუკებში ვერ ერკვევა და ჩემი სუსტი არის ის რომ ჭირს დისკალკულია ანუ ვერ ვერკვევი რიცხვებში დაახლოებით იგივეა რაც დისლექსია ოღონდ რიცხვით სისტემებში და ნინო მეხმარება ხოლმე მათემატიკურ ნაწილში და მე ვარ ამისი გამგნები ხო აქაც დაიკარგე ხომ მოდიოდა ჩემთან სახში ვიწერთ კალკულატორი კი ის რა ქვია შენ იცი რომ ახლა ჩვენი ასაკი ერთად გამოდის 74 მაინც თქვა ჩვენი ასაკი მეგობრებო სამში მე შენზე ვარ 2 კვირით უფროსი ანუ თვალები გახელილი მქონდა შენ რო დაიბადე შენ ჩემზე ხარ 2 კვირი და ალბათ 1-20 სანტიმეტრით უფროსი ნამდვილად მაგრამ მაშინ პატარა ვიქნებოდი მეც უბრალოდ თვალები გავახილი ალბათ და რაღაცებს ვხედავდი ახლოს შენ რო დაიბადე მე გეთქვას გეთქვა სად მოვდიოდი რომ მოვდიოდი სხვა კიდევ რა დაგამახსოვრდა 2025 წლიდან მე დამამახსოვრდა ტეილორ სვიფტი რომ დაინიშნა და აი ეს რაღაცა ამაზონის ჯეფ ბეზოსის ცოლი რომ ჯერ გაფრინდა სადღაც კოსმოსში რაღაც ზანგრინჯობა და მე რომ დიდი ქორწილი ქონდათ აი არ მინდა რომ დიდარი ვიყო გინდა არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სადარდებელი შემოდის ბევრ ფულთან ერთად. მასეთი მდიდარი არ მინდა ვიყო. გინდა. მე მიყიდი რაღაცებს. აი იმ დონის მდიდარი მინდა ვიყო, რომ შენ გიყიდო რაღაცები, მაგრამ ბეზოსისნაირ ქორწილებს რომ ვიხდიდე არ მინდა. მაგას უგემოვნობა ქვია და სხვა ხალხის ფეხებზე დაკიდებოდა. ეგეთი არ მინდა კაპიტალი რომ მქონდეს სამართავი. მეზარება. მე მინდა რა სამბობ. შვიდი ცხოვრება მინდა. დრო ვახშმებდი ხოლმე. ეს ახარ ხანდაზმული ხარ დიკაპრიოს საზამთროზე. არა, დაძმურად. ნახე ის ფილმი დიკაპრიოსი, ახალი ფილმი, მეც რა ქვია, ომსა და ომს შორის, თუ როგორ One War After Another იქნება ომიდან ომამდე. არა, ჯერ არ მინახავს, იმიტომ რომ გუშინ დამეწყო შვებულება. გილოცავ. მარცა ბედნიერი ვარ და სუნძინავს ჯერ. ამიტომ ჯერ არ მინახავს, მაგრამ ეხა ერთ-ორ დღეში თან მოვხსოვ, თან ჩავთავ. ქსოვაზე გამახსენდა, მე მგონი დროა საჩუქრები გავცვალოთ, ერთმანეთისთვის გვაქვს საჩუქრები, მაგრამ ჩაწერა ისე დავიწყეთ, რომ ეს ყველაფერი არ შემოგვიტანია, ეხა პატარა ჭრა იქნება და პირველად ვანახებთ ერთმანეთს საჩუქრებს. დაიწყე ნინო. ეხლავე, პარდონ. პესტაში ისე ჯინის ტანსაცმელი. პირველი აბა ეს არის ნახე როგორი ჯინებია ეს თემუდან არის what ნახე როგორ ჩემი ძაღლისნაირი ხელთათმანები ჯინიკო
ნახე, შენაირი. ევო, იცი რა დაკავებული უყურებ და მე საკეთა ხელმძღვანელო ჩავიცვა. იცი რა თბილებია? ხო და ჯინებია ესენი. აუ, ძალიან საყვარელია. ჯინიკო, ნახე, შენაირი. მადლობა. ჩაგეხუტები რომ გამოვშთავ. ხო, მეც. და ეს ოնդუხიცა. აუ, ძალიან ლამაზია. ფერები უკვე მომწონს. ოხონდ კარგად გქონდეს და არ აუ, მინდა. კამონ, ძალიან ლამაზია. ოხონდ ეს რა არის? ჩემი სახელი დაუწერია. ეს არის ნინოს მოქსოვილი, ნინოს ჰობი არის ქსოვა. თუმცა მე ვთვლი რომ ამით ფულის შოვნად შეუძლია, იმდენად კარგად აკეთებს ამ ყველაფერს. აუ, ნინო, ძალიან ლამაზია. ძალიან მინდა რომ კარგად გქონდეს რა. აუცილებლად ჩავიცვამ, ფოტოსაც გადავიღებ და ჩვენ Instagram გვერდზეც დავდებ ამ ყველაფერს. Instagram-იც გამოიწერეთ, იმიტომ რომ იქ მოკლე ვიდეოებს ავტვირთავთ და იქაც ვიმეგობროთ. პირველი ეს, მგონია რომ მასწავლებელს ესეთი მოსახური უნდა გქონდეს. აუ, იცი რა მაგრა ვხმარობ ამას. მეც მაქვს და მეც ძალიან კარგად ვხმარობ. აუ, სოფრა კაი გოგო ხარ. შემდეგი. მოიცადე ჯერ ტკბები რა. იცი რა მაგრა ვხმარობ კაბებზე ესეთ. ვაიმე, თა როგორი შამანურია. ძალიან ლამაზია, მეც მაქვს და გაზაფხულზე ჩემი საყვარელი მოსახსხამიან ხოლმე. ქუდი, რომელიც არ გქონდა და მომწონო მოყვითალოა, მთლად ყვითელიც არ არის. ყვითელი არის ნინოს საყვარელი ფერი. და ჩვენ ლოგოზეც ყვითელ-აურიანი ფიგურა არის ნინო, სათვალით. და შარშან მახსოვს, ახლა რაღაცას ვიტყვი და გამლახავს, მაგრამ მაინც ვიტყვი. შარშან აქციაზე ვიყავით ერთხელ ღამე. და უცებ შენიშნა გვერდით რომ იდგა ხალი რომელიც ხელებს ისრეს და თუ რაღაც არის და გაიხადა ხელთათმანები და აჩუქა და ვიცი რომ ხელთათმანები არ გაქვს. ბობა ხო, აღარა მაქვს და ეგ თუ არა მაქვს. აი როგორ მიყვარს საჩუქრები ღმერთო, ცოტა მატერიალის ყარა. აბა ხელი არ მიყვარსო. აბა წელი არის. მადლობა იმ დროისთვის რომელიც ჩვენთან ერთად გაატარეთ და თუ ბოლომდე გვიყურეთ. აუ, ძალიან მადლობა. ძალიან უსაქმურები ხართ. მაინც გვიყვარხართ. და აბა თქვენიც.